მოკლედ პროცედურულ სასამართლო მე რაღაც პოზიცია წინა სხდომებზეც გამოვხატე. არა, წინა სხდომებზეც გამოვხატე ჩემი დამოკიდებულება და გითხარით რომ მე გამიხილა მთელ ამ პროცესებს უკვე ვეღარავით რომ სინამდვილეში ნამდვილად თქვენ შეარყეთ ალბათ რომ ერთ-ერთ წინა პროცესზე საქმეს ამედია რომელი იყო და შემთხვევლებული ვიყავი ამაზე ლაპარაკობდი თუ სხვაზე ლაპარაკობდი ეს ძალიან ბევრია, ჯერ კიდევ ძალიან ბევრი მაქვს და ამიტომ მე ვთხოვთ ყურადღებით მომისმინოთ და მიიღოთ ჩემი მოსაზრებები მხედველობაში, რაც უკავშირდება ყველაფერი ეს. ეხლა აქ ახალ ბიჭები, რომლებიც აქ წარმოდგენ, ეხლა მე მგონი ამ ქვეყანაში არავინ არის ისეთი, რომელსაც ეჭვეტარება მათ კეთილსინდისიერებაში, იმაში, რომ ისინი არიან ნამდვილი სამხედროები და ისინი აკეთებდნენ მხოლოდ თავიანთ საქმეს. ისინი შეასრულებდნენ საქართველოს თავდაცვის თუ შინაგან საქმეთა მინისტრის ნებისმიერის ბრძანებას, იმიტომ რომ ეს მათი ვალდებულებაა. არანაირი ჯგუფი რაღაცა, რომ ჩვენ აქ შეყოლები ვიყავით ვიღაცების წინააღმდეგ, ესეთი რაღაცა იდეა ბუნებაშიც კი აბსურდია, ესეთი რაღაცა თეორიულად გამორიცხულია. თან იცოდეთ, რომ აქედან ძალიან ბევრს მე ბიჭები გავიცანი სასამართლო პროცესზე. საერთოდ თვალითაც ერთმანეთი არ აქვს და ნონსენსია ლაპარაკი იმაზე, რომ რაღაც დანაშაულებრივი შეთქმულება ვიღაცების წინააღმდეგ მიმდინარეობს. მაგრამ მე დავსვი კითხვა პროკურორთან მიმართებაში თქვენ გარდამას მევინეთ, შენ როგორც ჩანს არ გქონდა ამის უფლება, რას ნიშნავს სიტყვა პოლიტიკა. სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი, რას ნიშნავს სიტყვა პოლიტიკა. რომ ძალიან ბევრჯერ ახსენეთ პოლიტიკური მოტივაცია, მე ხმადავარ დარწმუნებული, ადამიანები, რომლებიც წერდნენ, მე აბოლისტურ კონკრეტულ პროკურორებს, რომლებიც ახლა ჩემ წინ ბრძანდებიან, იმიტომ რომ მე ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ მათი მონაწილეობა ამ პროცესში ყველაზე უფრო დაბალი ხარისხის აქვს და ყველაზე ბოლო ეტაპზე ჩაექმნიან და მანამდე მოტანილი ეს საქმე სხვა ადამიანების მიერ. ის ადამიანები, ვინც კი წერდნენ ამას, მათ საერთოდ არც ესი რას ნიშნავს ეს, რას გულისხმობს. და შესაბამისად ძალიან რთულია მათ მიერ რაიმე პოლიტიკურ მოტივაციაზე, დანაშაულებრივ პოლიტიკურ მოტივაციაზე ლაპარაკი. მაგრამ თვალნახით ჩანს, რომ თვითონ ეს პროცესი არის თავიდან ბოლომდე, არა მარტო ეს, არა ყველა პროცესი არის თავიდან ბოლომდე მოტივირებული. ეხლა უნდა გავაკეთოთ ყურადღება ერთ რამზე. ეს არის მოწმე. ყველა საქმე ეს თუ დანარჩენი 7 საქმე, რომლებშიც გავაკეთოთ, დამყარებულია მხოლოდ და მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებს. არც ერთი სხვა საქმის მტკიცებულობა, როგორც ასეთი, არც ერთ საქმეში არა. და როგორც მე აღმოვაჩინე ამ პროცესების განმავლობაში ცოტა გაუნათლდი ამ საპროცესო კანონმდებლობაში, ესე ვიტყვი თუ 5 ადამიანი პირდაპირ ხელს ადებს, 2 ირიბად ამას ადასტურებს, ეს იცვლება მტკიცებულებად ერთობლივად. პროკურატურა დღეს არის სწორედ დაკავებული ამ მტკიცებულებების ფალსიფიცირებით. ძალიან რთული სასამართლო, როგორც ასეთი, იმსჯელოს კონკრეტულ საქმეს. გონივრული ჭეშმარიტებამდე მივიდეს, როცა აქ მოტანილი მტკიცებულებები უკვე ფალსიფიცირებულია. მე წინა სასამართლოს ხდომაზე ერთ-ერთზე თქვენ აქ განვაცხადეთ, სწორედ ეს გქონდა საშუალება, დავასახელე, ესე იგი, დაახლოებით 7 თუ 8 ადამიანის განცხადება იყო, რომლებიც ამბობდნენ, რომ მათგან დადიან, ეხლაც დადიან, დღესაც დადიან პროკურორები და თხოვენ ჩვენებებს არ არსებულ საერთოდ მათთვის უცნობ მოვლენებს. გითხარით მაშინ ერთ შემთხვევაში ესექებოდა ყველობას და ყველობის საქმე, როგორც ნახეთ, ერთი უკვე წამოიწია და გამოდიმინული სავარაუდოდ კიდე წამოიწევს სხვადასხვა ადამიანების მიმართ. ჩემის მართლმელი ვანო მერაბიშვილის და ჩემ წინააღმდეგ, იმიტომ რომ მე ვფლობა ინფორმაციებს, მე ეს მოწმეები ამას მეუბნებიან, ჩემს ადვოკატებს ეუბნებიან, ჩემს ოჯახს ეუბნებიან, მაგრამ ამაზე რეაგირება როგორც წესი არაფერი არ ხდება. ხდება როგორი რეაგირება? ისეთი რეაგირება, რაც მოყვა თათუხაშვილის სამწუხარო საუბედურო ამბავს. მე მინდა გითხრათ, რომ ის კადრები, რომელიც მე ვნახე ტელევიზიაში, თათუხაშვილთან დაკავშირებით, მე მაგ ადამიანს პირადად არ ვიცნობ, მე მამამისს ვიცნობ ახლოს და მეგობრობ, მაგრამ ის ბიჭი იყო ჩემი ძმის ძალიან ახლო მეგობარი. მე კადრებში ხედავდი დაახლოებით როგორც სულს, რომ მე მიმეცა ჩემი საკუთარი ძმის წინააღმდეგ ჩვენება. ესეთი რამ ახერხა ადამიანები. ბატონო, ესეთი რამ ახერხა. პროკურატურაში ადამიანები არ მირბიან და არ იძლევიან სასწაულს ჩვენებებს და მე მგონი საქართველოს პროკურატურას ეს ნამდვილად არ გასიგონეზე რომ მოწმე მადლობები უხაროს. მივედით ფატალურ შედეგად.
მე მოგგეთქვით, მე არ ვიცი კონკრეტული დეტალები, როგორ გვარდება ეს საკითხები, მაგრამ არის კიდევ რამოდენიმე საკითხი. არის მაგალითად ყველასთვის ცნობილი, ალბათ თქვენს გეცოდინება, ხურჩისებიდოთან რომაშავათაოს საკითხი. იქ ორი მოწმე გარდაიცვალა. ერთმა თავი მოიგო სულიად დაუგება ვითარებაში. ეხლა მინისტრმა დილის საათებში ეგრევე თქვა, რომ თვითმფრინავის მუხლით დაიწყეს გამოძიება. ეს მოხდა რამოდენიმე თვის. მეორე სულიად დაუგება ვითარებაში გარდაიცვალა. თათუხაშვილი ეს არის მესამე გარდაცვლილი ადამიანი, მესამე მოწმე. ჩვენ საქმეებს, ჩვენ გულისხმობ კოლექტიურად, მარტო მე არ. საქმე რაში მდგომარეობს? საქმე მდგომარეობს სწორედ ამაში. სასამართლოს გაუჭირდება ობიექტური გადაწყვეტილების მიღება, თუ ვერ შეძლებს შეფასებას იმისა, რასაც ადამიანები მოდიან აქ ზოგ შემთხვევაში იძულებით, შანტაჟით, ძალდატანებით, მუქანით თუ მოსხვით. ვილს ყვებიან სასამართლოს. ჩვენ ვართ პოზიციაში, როცა ჩვენ უნდა ვამტკიცოთ, რომ ჩვენ ეს დანაშაული არ ჩაგვიდენია. ჩვენ რამოდენიმე საქმეზე, ამ საქმეზეც ეს შევძლებთ. რომ ჩვენ ეს დანაშაული არ ჩაგვიდენია. მაგრამ ძალიან რთულია მოიპოვო ყველა საქმეზე მტკიცებულებები, როცა პრაქტიკულად ამაში შეზღუდული. თქვენ წარმოიდგინეთ, უკვე წელიწად ნახევარია წინასაბაგებობაში იყო. ეს რაიმე ლოგიკას ეკუთვნებარება ერთადერთ ლოგიკას. რომ ვინც პოლიტიკურად გადაწყვეტა ჩემი ფსიქეში ჩასვლა, სანამ ამის არ შეიძლება, სანამ ამის არ გადაწყვეტს ჩემ პოლიტიკურად ფსიქიდან გაშვებას, ეს პროცესები დაუსრულებლად გაგრძელდება. მე საფუძვლიანი ეჭვი მაქვს ამავდროულად და რასაც ვაბარაკობ ყოველთვის კონკრეტულ ინფორმაციებზე და ფაქტებზე დაყრდნობით ვაბარაკობ, მე საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ დღეს სასამართლოზე და ცალკეულ მოსამართლეებზე მიმდინარეობს სერიოზული ზეწოლა. რიგ შემთხვევაში ეს არის ბიურფორმებში რო ვთქვა. მეგობრული ურთიერთობა პროკურატურასთან, რიგ შემთხვევაში ეს არის პირდაპირი შანტაჟი ცალკეული ადამიანების. ამ შემთხვევაში აქედან გამომდინარე, ჩემი დამოკიდებულება საბოლოო განაჩენების მიმართ საბოლოო ჯამში არის სკეპტიკური. ამ კონკრეტული საქმით მე რას ვერ ჩემთვის თავარი არის, რომ ეს ადამიანები არ იქნენ დანაშაული ცნობილი. მეც იქიდან მაინც ვერ გავიქ. მაინც არავინ არ არის. უბრალოდ საკითხია, რომ ესენი არ დასვან ციხეში. მაგრამ მე თავიდან ძალიან მერიდებოდა ამ ბიჭების, მაგრამ დრო და დრო რაც გადის, ეს გზნობა უფრო მიმფიცდება, არც არაფერია მოსაგებებელი, იმიტომ რომ ეს არის რეალურად იმ ბრძოლის გაგრძელება, რომელიც მიდიოდა მთელი ამ ბოლო წლების განმავლობაში. სინამდვილეში. მე გეუბნებით მხოლოდ ფაქტს. ისე იგი, მთელი რამოდენიმე წლის განმავლობაში, განსაკუთრებით 2008 წლის შემდეგ, ჩვენ ვიყავით აი თქვენს ხედავთ, ფანატიკად ხედავთ. ითი ვიყავით დაკავებული ვიყავით იმისთვის, ერთი, რომ ძლიერ უპრეცედენტო წინააღმდეგობა გამოიწვია რუსული აგრესიისთვის, თუ იქნებოდა ეს ხელათა გამეორება. ზედაგამე ერთი ჯგუფი ადამიანებისა მუშაობდა ამას. მეორე ჯგუფი ადამიანებისა რეალურად მუშაობდა იმაზე, რომ საერთაშორისო პოლიტიკური წნეხი არ შესუსტებულიყო რუსეთზე, რომ მას აგრესია არ დაეწყო. მაგრამ ჩვენ ამ ბრძოლაში ამ ეტაპზე დავუმარცხეთ ძალიან მარტივი მიზეზის გამო, რომ გადავერთეთ ამ ყველაფერს და სინამდვილეში საკითხი მოაგვარა ქვეყანაში თანამედროვე სერგო ორჯონიკიძე. რეალურად ეს ასე. მე მაქვს თქვის სრული უფლება, მე ვიცი ზუსტად დარწმუნებით, რასაც ვაპარაკობ, ამიტომ მინდა ეს საზოგადოებამაც გაიგოს, სასამართლომაც უბრალოდ მიაქციოს ამას ყველაფერს ყურადღება. დავსრულებ, შაბას გულისხმობ სწორედ იმ ადამიანს, რომლის ერთ-ერთ სასამართლო ხსენებაზე გვარის ხსენება მიგზავნის. ეს არის ბიძინა ივანიშვილი. ადამიანი, რომელიც დღეს 21 დაახლოებით 100 წლის მერე არის ზუსტად ის, ვინც იყო სერგო ორჯონიკიძე. უბრალოდ სხვა ტექნოლოგიების ეპოქაში, სხვა ქვეყანაში, სხვა ვითარებაში ის მოიქცა ისე, როგორც მოიქცა ზუსტად სერგო ორჯონიკიძე. და დღეს შულავენ ჩვენ გვაქვს თბილისის თავზე, აი აქ, შუშებიანი შულავენ. სანამ ეს საკითხი იდგება ის წესებში, მეგობრებო, დარწმუნებული იყავით თითოეული თქვენთაგან, თითოეული ადამიანი ამ ქვეყანაში. არანაირი სამართალი, გამორიცხული. მე პრინციპულად ვაჩვენებ, რომ სათავად ვაგო პასუხი ჩემს მიერ ჩადენილ ნებისმიერ ქმედებას. და ეს ქმედება თუ მე რა მიმართ ჩადენილი, მომეწერება მხოლოდ მე და არავის სხვა ჩემს გარდა. აქ რო ლაპარაკობენ რომ რაღაცა 9 წლიანი მმართველობა, ნაციონალური მოძრაობა, რა შუაშია, ვინმე მე თუ დანაშაულებად ჩადენილი. ხო, ეს ხომ აკრიტიკული ლოგიკა. მე სწორედ ამიტომ იმყოფები დღესა.
ეს არის ჩემი თავარი ამოცანა. რომ და მე მგონი რაც რო გადის ჩვენ ამას მე ვახერხებ ამის დამტკიცებას. მე მინდა გითხრათ შეგახსენოთ ერთი გარემოება. რაცაც თვალნათლივ ვიცოდი მაშინაც და უბრალოდ არის მომენტი, როცა რაღაცის თქმა შეიძლება, როცა რაღაცის თქმა აზრი არ აქვს. თავარი ამოცანა 2008 წლის შემდეგ 2012 წელს იყო არა ომი რუსეთის მხრიდან, არამედ ქვეყნის შიგნით რეალური არეულობის მოწყობა. ეს სინამდვილეში ჩაშალა მოვლენა, რასაც ერქვა არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის დამარცხება. რეალურად ამან ჩაშალა. შემდგომ ამისა ძალიან კარგად მინდა გაამახვილოთ ყურადღება, თხოვთ მიაქციოთ ყურადღება. პოლიტიკური პირები გამოდიოდნენ და საუბრობდნენ, რომ რაღაც სამხედრო კომპონენტი ვიღაცეების შეიარაღებული ფორმირებები. ეს იყო მიზეზი, რის გამოც მე ქვეყანა დავწერა. რომ ამ ხალხს დამატებით რამე ბიძგის საშუალება არ ჰქონოდა ქვეყნის შიგნით არეულობის მოწყობისთვის. და კარგად ვიცოდი და კარგად ვგრძნობდი, რაზეც იყო საუბარი. შემდგომ ამისა, როცა ეს მოიხსნა, მე დავწერე. ეხლა რა მიმდინარეობს? ეხლა ამ პროცესში ათასობით ადამიანის დაბადება. ეს არ არის ხუმრობას. ათეულობით გაუგებარი გრანის აღება. ათეულობით დაკავება. მიმდინარეობს ამ პროცესების ხელახალი ესკალაცია. ეს არის მთავარი ამოცანა. ნურავის მგონი, რომ დღეს უდის თბილისში ტანკებით უნდა შემოწმოს. მისი მთავარი ამოცანა ჩვენ თავის როდესაც კარგად ვიცოდით და ეხლა ჩვენ გვაქვს. ეს არის შიდა სამოქალაქო დაპირისპირება. სწორედ ამას უწყობს ხელს ეს ყველა პროცესი, რასაც ჩვენ მედიით, მეცმართ ტელევიზორი, რასაც ჩვენ საჯარო ვაყურებთ, რასაც ჩვენ საჯარო ვხედავთ. ძალიან მარტივია დამეთანხმებით ბატონო მოსამართლეო. ძალიან მარტივია საზოგადოების შოკება. დარწმუნებული ვარ თქვენს, ჩემზე მილიონი რაღაცა მოგისმენთ, მეც მომისმენთ, ჩემს მეგობრებსაც მომისმენთ. ერთია რას ლაპარაკობ და მეორეა სინამდვილეში რა. მაგრამ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, როგორც ჩანს, აღმოჩნდა ბევრად უფრო მარტივი და ბევრად უფრო ადვილი, ვიდრე ეს ჩვენ ვეგონა, ან პირადად მე მეგონა. მოხდა ცალკეული პირების, ცალკეული ჯგუფების სრული დემონიზაცია, მარტივად რო ვთქვა, ქართველი ხალხის ნაწილმა ეს უბრალოდ ეს ტყვილი დაიჯერა. დღესაც სწორედ ამ პროცესებთან გვაქვს საქმე. ეხლა რა კონტექსტში გულისხმობ? ეს საქმე, რომლებიც იბრძვა, იქ ვიღაცა მოკლეს, იქ ვიღაცა ჩამოგიდეს, იქ ვიღაცა რაღაც არის. ეს იმსახურება მხოლოდ ისევ ერთ მიზანს. საზოგადოების შოკირებას. თქვენ დააკვირდით, რა ფორმით გამოდის პროკურატურა და რა ფორმით აკეთებს განცხადებას. ეს არის პოლიტიკური განაცხადი. ეს არ არის სამართლებრივი ორგანოს, აი ამ პროცესის შემადგენელი ნაწილი. ეს არის პოლიტიკური განაცხადი, როცა ამბობს, ვინ ეკითხება საქართველოს პროკურატურას რომელიმე პოლიტიკური პარტიის ამოცანებს და მიზნებს. რატო აკეთებს ამაზე საერთოდ რაიმე მინიშნება? რას ნიშნავს ეს ვიღაცა ახალაიების ოჯახი? ახალაიების ოჯახი ეს წარმოდგენილი აგერ ჩემი მეუღლე. თუ ანი ვიღაცას აშინებს და თუ ეს არის თუნდაც ჩვენი პროკურატურის პრობლემა, თუ ამიცი აბა შეიძლება ამასაც მიადგენ ცოტაში. მაგრამ დაუბრუნდები ის მოწმეებს ბატონო მოსამართლეებს. მიმდინარეობს სერიოზული ზეწოლა. ძალიან ბევრ ადამიანს. უბრალოდ განიგებები და ზეწოლა. აი ბოლო მაგალითი ერთ-ერთი არის მაგალითად ყველასთვის ცნობილი ოლეგ მელიკოვი. ყველა მიცის ეს ადამიანი. თუმცა მე ვთვლი რომ ის სრულიად უმნიშვნელო ფიგურაა, აღნაირი მაღალჩინოსანი არასდროს ყოფილა. ის იყო ჩვეულებრივი თანამშრომელი. როგორც ყველას ჩვეულებრივი თანამშრომელი, მაგრამ მაღალჩინოსანი ვიყავი მე და არა ის. მან რამოდენიმე დღის წინ ისიც იმყოფება იმ წრეში, რომელშიც მე. მას შემდეგ, რაც შაბათ დღეს, არა სამუშაო დღეს, მასთან შევიდა კონკრეტული პროკურორი, არ ვიცი, რაზე, მაგრამ დაახლოებით ხვდები, რაზეც მოელაპარაკა. მას შემდეგ უცებ დააყენა საკუთარი ადვოკატების აცილება და ადვოკატი მოუყარა პროკურატურას. აი ამასთან აქვს. აი ასეთ მდგომარეობასთან აქვს საქმე. ჩვენ მე იმისთვის რომ რაღაც ეტაპზე სიმართლისთვის შემეწყო ხელი. იმისთვის რომ ეს ბრძოლა, რომელიც რეალურად ეხლა ამ ფორმებით ორჯონიკიძის მეშვეობით მიმდინარეობს საქართველოს წინააღმდეგ არ იქნის წარმატებული, ყველაფერი გავაკეთეთ ამისთვის. კიდე ყველაფერს გავაკეთეთ. მე ცოცხალი მაგალითი, მე მამისთვის მაგალითი. დავწერე ჩემთვის სიცოცხლეზე უფრო ძვირფას, თავისუფლად.
და ეს ამ თავისუფლებას ბოლო სად უმთავრდება, არ უმთავრდება, ჯერ არ აჩვენებს. შეიძლება აღარ გამოჩნდეს. მაგრამ თავარი პრობლემა, ამიტომ ძალიან გთხოვ, როცა ისმენ პროკურატურის პოზიციებს, როცა ისმენ მოწმეთა ჩვენებს, გთხოვთ დაუკვირდეთ, რამდენად შესაძლებელი ეს იყოს მიღებული ზეწოლა, რამდენად შესაძლებელი ეს იყოს მიღებული შანტაჟი. იმიტომ რომ სხვა საკის არანაირი მტკიცება, აი ამ კონკრეტულ საქმეში. ექსპერტიზის ასმაცი არის. ასე შეგვიძლია ჩვენ 10 კაცი შევიკრიბოთ. და თქვათ რომ მაგალითად ვიღაცამ გვაწოდა. და ამას კიდე რა ეფექტი? ამას აქვს ეფექტი. ეს არის სრულად ანტისახელმწიფოებრივი ქცევა. რომ ვიღაცას გიჟურად, მანიაკალურად უნდა მტკიცება იმისა, 21 საუკუნის საქართველოში წამება იყოს სისტემური ხასიათის. ეს იყო პოლიტიკური განაცხადი. და ამას ამტკიცებს დღეს პროკურატურა. ერთადერთი საშუალება ამის განიიტანების არის სასამართლო. მაგრამ მე ვითხარ, რამდენად სკეპტიკურად ვარ ზოგადად თელევიზიის პრობლემების გამო განწყობილი. ამიტომ ჩვენ თუ დავუკვირდებით წინა მოვლენებს თერიან პერიოდის განმავლობაში, მაგალითად შეგახსენებთ ერთ კონკრეტულ ამბავს. თქვენ თუ გახსოვთ, აუცილებლად დარწმუნებული ვარ პროკურორებსაც, მოსამართლეებსაც გემახსოვრებათ. სასტუმრო პერიოდში ეხანდელი თავდაცვის მინისტრის მიერ ჩატარებული ბრიფინგი ფურცლით ხელში უკანონო ბანკფორმირებების შესახებ. სად არის ის უკანონო ბანკფორმირება? საწავო. ესე იგი არ ყოფილა. ეს რიტორიკა, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გეუბნები. გაწმუნდით. მე როგორც ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთი კურატორი ფლობდი ამ ინფორმაციებს და ამის საჯარო წამოგვირებას უბრალოდ აზრი კონკრეტულ მომენტში არ ქონდა, მაგრამ მე შემიძლია რაღაცა თქვა ამასთან დაკავშირებით. და ის მდგომარეობა, რომელიც ერთად ჩანს აი ეს ძალიან მარტივად, რომ საზოგადოება და მედიას ერთი მხრივ ეს იაფასებს, რომ ხელისუფლება ცდილობს ნაციონალური მოძრაობის განადგურებას მისი ცალკეული ლიდერების დაკავებით, დაპატიმრებით, დაშანტაჟებით, ცენით თუ სხვა რამე. მეგობრებო, ეს არ არის მხოლოდ ასე. ხელისუფლება რეალურად ცდილობს სამოქალაქო დაპირისპირების წარმოშობას, სამოქალაქო დაპირისპირების შექმნას. ეს არის დღეს ერთადერთი საშუალება, ერთადერთი ასე ვთქვათ მექანიზმი რუსეთის ნოჭი საქართველოს წინააღმდეგ. იგივე პრეზიდენტ სააკაშვილის დაბადება. ეს ფონდი სხვას არაფერს უკავშირდება. ისევ სამოქალაქო დაპირისპირების გაბოლებას. მე გეტყვით, ბოლოს დავასრულებ, ძალიან მიგზელდება უკვე და თითქმის ის არის, მაგრამ ეხლა როცა არის კონტექსტი საუბარი იმაზე, რომ ჩვენ მოვაწეთ ევროპასთან ხელშეკრულებას. მოვაწეთ. პროგრესი შეიძლება დაფიქსირდეს ნატო სამიტზე. შეიძლება დაფიქსირდეს. რა თქმა უნდა, მაგრამ არც ერთი ეს არ არის შეუქცევადი პროცესი. თუ ამის უკან არ დგას ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტი. და თუ ამის უკან დგას სერგო ორჯონიკიძე, მაშინ ერთი წლის თავზე ჩვენ თავისუფლად დავინახავთ. არა 15 და 20 კაციან მიტინგებს საქართველოში, რუსული ძალის სასარგებლოდ. არამედ ბევრად უფრო ბასობას. და მე გაგვახსენდება სხვადასხვა და ყველა ცოცხალია, ყველა აქ არის. სწორედ ის წითელი ინტელიგენციას ვერა გამსახურდია რო ეძახა. ზოგიერთი ახლა პარლამენტში როა მოკალათების. სწორედ ეგ ეს ვიღაცეები, რომლებიც ჯერაც ცოცხლები არიან, საბედნიეროდ იყვნენ დიდი 100 წელი აზრხონ, მაგრამ ისინი წამოყოლდნენ. მე გაგჩნდება რაღაც ახალი ლოზუნგები, ისევე კულტურა თუ რაღაც გაუგებარი თემები და საქართველოს საბოლოო ჯამში ისევ მიბრუნდება რუსეთის და მე მინდა ქართველებს ერთი ბოლო ფრაზით უთხრა. მესმის, რომ თვითონ ჩვენთანაც ძალიან უჭირს. განფორტანაში, ბევრს, ძალიან ბევრს უჭირს. მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, პირადი კეთილდღეობა მოდის მხოლოდ თავისუფლების ხარჯზე. ადამიანების კეთილდღეობა არსებობს მხოლოდ თავისუფალ ქვეყნებში. მხოლოდ ისეთ ქვეყნებში, სადაც თავისუფლება განსაზღვრავს ადამიანის ცხოვრებას. რუსეთის დამონებულ ქვეყნებში არასდროს ყოფილა და ის მოჩვენებული არასდროს ყოფილა კეთილდღეობა. ჩვენ თუ გვინდა რეალურად სიმართლეს უნდა გავუსწოროთ თვალე. აი ეს არის მთელი კონტექსტი ამ ვითარების რაც ახლა ხდება. აქ საუბარი როცა არის წამებაზე და აღწერილია ფორმები წამების, ყველას გადაგვისმის რა არის წამი.
მაგრამ მე მინდა უბრალოდ ერთ სპეციფიკას გავუსვა ხაზი, შეიარაღებულ ძალებში, როგორც წესი, გამოიყენება წვრთნების დროს და მეთოდების დროს, ესე წვრთნების მეთოდების ისეთი რამ, რომელიც ერთი შეხედვით შევიარაღებული თვალით შეიძლება შეფასდეს როგორც ამ. მაგრამ სინამდვილეში ეს არის კარგად ორგანიზებული, დაგეგმილი, აპრობირებული, არა მარტო ჩვენ ქვეყნებში, არამედ ნატოს სტანდარტების ქვეყნებში წვრთნები და ვარჯიში. ამავდროულად, მხოლოდ ერთი სიტყვით კიდევ რომ შეიარაღებულ ძალებში მაგალითისთვის ფართო მასშტაბიანი თუ საშუალო მასშტაბიანი წვრთნების დროს დაშვებულია ადამიანის სვერპლი, ესე იგი, დაშვებულია მონაწილეთა გარდაცვალება 1%-ად. ეს როგორც ჩვეულებრივი თანმდევრი პროცესი წვრთნების. რაც შეიძლება გამოიწვიოს ცალკეული კომპანიების აფეთქება, სხვადასხვა საქციელმა, მაგრამ არც ერთი ეს არ არის კვლევით. ჩვენს პრაქტიკაში, ჩვენი მეზობლების ქვეყნების და სხვა უფრო წინწასულის ქვეყნების პრაქტიკებში წვრთნების დროს ადამიანები იღუპებიან კეთილს. მაგრამ მე ამის მისმა მომდოდა, რომ ის რაც ერთი შეხედვით, ანუ ამ შემთხვევაში გარდაცვალება არ არის, როგორც არ არის კვლელობა, მეორე შეხედვით წვრთნა და ზე ინტენსიური წვრთნა ეს რა თქმა უნდა არ არის. Boga. Nino, Dimes, that's it, yeah.